2022 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 6. განსაზღვრეთ სხეულის მიერ მე-6 წამში გავლილი მანძილი, როცა სიჩქარე დროზე დამოკიდებულია ისე, როგორც ნახაზია გამოსახულიო. კი ბატონო, ესე იგი მოცემული გვაქვს ჩვენ სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. და ხა ნახაზს თუ დამოკვირდებით დროის საწყის მომენტში, როცა t0 უდრის 0-ს, სხეულის სიჩქარე როგორც ხედავთ, საწყის მომენტში არის v0, ნულის ტოლი, ხოლო t უდრის 6 წამ მომენტში სხეულის სიჩქარე გავხდა t უდრის 6 წამ მომენტში. ტესტ შესაბამისი გრაფიკიდან ხედავთ, რომ არის t უდრის 6 წამის შესაბამისი სიჩქარე არის 6 მეტრი წამის, შესაბამისად v ტოლი არის 6 მეტრი წამის. და გვიკითხებიან სხეულის მიერ მე-6 წამში გავლილ მანძილს. ანუ ეს გვიკითხებიან მე-6 წამში. კი ბატონო. მოდით ასე მოვიქცეთ, რადგანაც მე-6 წამში გვიკითხებიან, ესე იგი ჩვენ გვიკითხებიან იმ მანძილს, რომელიც სხეულმა გაიარა t უდრის 5 წამიდან 6 წამამდე. შესაბამისად, მოდით ასე მოვიქცეთ, ჯერ გამოვითაროთ გავლილი მანძილი t უდრის 6 წამში და მე ამ გავლილ მანძილს თუ გამოვაკლებთ 6 წამში გავლილ მანძილს თუ გამოვაკლებთ მანძილს, რომელიც სხეულმა t უდრის 5 წამში გაიარა, მივიღებთ მე-6 წამში გავლილ მანძილს. ასე ბატონო ჩემო, კარგით. მოდით ახლა ჩვენ როგორ მოვიქცეთ, ახლა ამ გრაფიკიდან ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა, შეგვიძლია განსაზღვროთ სხეულის საჩქარება. კერძოდ თუ გავითვალისწინებთ, რომ a ტოლი არის სიჩქარის ცვლილება იმ დროსთან, რა დროშიც სხეულმა ეს ცვლილება განახორციელა შეფარდებული დელტა t-სთან, ეს ტოლი იქნება v-s მინუს v0, შეფარდებული t-s მინუს t0-თან. v0 და t0 ნულის ტოლია, ესენი ნულის ტოლებია, შესაბამისად ის დაგვრჩება, რომ ტოლი არის v შეფარდებული t-სთან, v არის 6, t არის 6, იქ გაყოფს 6, მივიღებთ 1 მეტრი წამ კვადრატს. მეორე მხრივ, ეს t უდრის 6 წამში გავლილი მანძილი ის ტოლი იქნება. ეს ტოლი იქნება v0t-s დამატებული at კვადრატ ნახევარი. ეს ტოლი არის v0 საწყის სიჩქარის სხეულის ნულის ტოლია, შესაბამისად დაგვრჩება, რომ ეს ტოლი არის at კვადრატ ნახევრის. არის 1 მეტრი წამ კვადრატი, ანუ 1 გამრავლდება t არის 6 წამში გვაინტერესებს, შესაბამისად x-ის კვადრატი უნდა ავიღოთ, აქ იქნება 36 გაყოფილი 2-ზე. ეს კი ტოლი გამოგვდის 18 მეტრის. ანალოგიურად მოვიქცეთ, მოდით გავლილი მანძილისთვის 5 წამის შემთხვევაში, t უდრის 5 წამ მომენტში სხეულის გაივიდა, ეს უდრის v0t-s დამატებული ანალოგიურად at კვადრატ ნახევარი. ანალოგიურად აქაც v0 ნულის ტოლია, დაგვრჩება ეს ტოლი არის at კვადრატ ნახევრის. ეს ტოლი იქნება აჩქარება 1 მეტრი წამ კვადრატი არის, t გვაინტერესებს 5 წამის შემთხვევაში, აქ ამ შემთხვევაში, ასე იგი 5-ის კვადრატი მოგცემს 25 გაყოფილი 2-ზე, ეს ტოლი გამოგვდის 12 მეტრის. შესაბამისად, მე-6 წამში გავლილი მანძილისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 12.5 მეტრი. ესე იგი 18-ს გამოკლებული 12.5. ეს კი ტოლი იქნება 5.5 მეტრის. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ, ესი მე-6 წამში გავლილი მანძილი ტოლი ყოფილა 5.5 მეტრის. პასუხი G.